ამ არგუმენტებს იყენებენ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის ჩვენ შიდა დისკუსიაში. მოვიყვანთ მაგალითი დიდი ბრიტანეთიდან, თუ იცით, რამდენი ადამიანია დაკავებული პოლიტიკური აზრის დაფიქსირების გამო. რუსეთში თუ არის 400-დან 600-მდე кейსი, ესეთი 1800-ია. არა, 13,000-მდე არის. მეტი ტოტალიტარიზმი რა გინდა და მეტი სულში შეძრომა. რა თქმა უნდა, რა რუსეთიდან სინამდვილე ისაა, რომ ეს სერიოზული პრობლემა არც კი დარდება იმასთან, რაც რუსეთში ხდება. იქ პირდაპირ კლავენ ოპონენტებს. ათობით შემთხვევაა. ჩვენთან ყველაზე უფრო წინ ნემცოვი და პოლიტიკოსკაია ხო შუა ქალაქში პირდაპირ ჩაცხრილვით. იმ ასეულობით შემთხვევებში, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, ლაპარაკი ზედმეტია. ქართულ სამეფოში კეთილშობილი მოტივით, რომ სიძულვილის გავრცელება არ მოხდეს, fake news-ის გავრცელება არ მოხდეს, იმ ტიპის რეგულაციები არსებობს, რომელიც მე მიმაჩნია საფრთხეთ სიტყვის თავისუფლებისთვის. ამან შეიძლება შეუქმნას ჯამში სიტყვის თავისუფლებას პრობლემა. თორე ხელისუფლების ოპონენტებს კი არა აქვს საფრთხე, რომ ქუჩაში მოკლავს ვიღაცა. ეს უსინდისო არარაობები ამას ადარებენ. რუსეთზე უარესი მდგომარეობაა და თვითონ პირველი პრეცედენტი შექმნეს, რომ სოციალურ მედიაში უცენზურო სიტყვებს ქუჩაში გინების სტანდარტ მიუსადგეს და ამისთვის ადამიანი დასაჯეს. ამ გზით ადმინისტრაციულად. და ეხლა სისხლის შემოტანა უნდა თამაში და ჩვენი მარეგულირებელიც მაგას აკეთებს და არგუმენტად ეგ მოაქვს. ბრიტანეთშიო, აი ოფკომი როგორიც არისო, ჩვენც ეგეთი გვინდა რომ ვიყოთო. ამართლებენ თავის რეპრესიებს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. თან ამას ამხელენ და თან რუსეთს აპრავებენ ბოლომდე იმისთვის, რომ თავგზა აგვიბინიონ დემორალიზაცია მოახდინონ, რაც პაკეტში არის ჩვენი მტრის გაძლიერებასთან და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მორყევასთან და შესაძლო დამოუკიდებლობის დაკარგვასთან.